Ასრულეთ ჩვენი ვიზიტი, დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა. საინტერესო სამიტი იყო, ქონდა რა თქმა უნდა შეხვედრების საშუალება, მათ შორის გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე კუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საინტერესო საუბრები. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება. რა თქმა უნდა ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე. და ამ კუთხითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამიტში მონაწილეობა. მათემატიკას დღეს ევროპარლამენტმა გაუყაროს კენჭი რეზოლუციის პროექტს, რომლის ტექსტიც კიდევ უფრო მძავია, ვიდრე წინამდებარე ტექსტი. და გაშენ უკვე მედია მენეჯერებიც. რა შეფასება შეიძლება მიცეს ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას და რეალურად კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას ეს, რომ ამ რეზოლუციას პირველ რიგში არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი მე-6 სრულიად უსამართლო რეზოლუცია, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, ეს არის თავდასხმა ასევე კონკრეტულად მედიის დამოუკიდებლობაზე. ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9 წლიან პერიოდს, რა დროსაც სწორედ მოქმედებდა ძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იგივე ძალების მხრიდან, რომლებიც ახლა ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რა თქმა უნდა, ასეთი აქტები, ასეთი რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი და ევროპული ინსტიტუტები, ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება. მომავალში ამის იმედი უნდა ვიქონიოთ. დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე. მათემატიკა ამ რეზოლუციის პროექტში ცალკეული მედია საშუალებების არხების კონსულში ხელმძღვანელი პირების დასახსირებაზე ხოლმე თუმცა ჩვენ გვახსოვს მაგალითად ევროპარლამენტის ძველი რეზოლუციები, სადაც მაგალითად მედია მენეჯერი კესერაშვილისთვის ითხოვდნენ ბრალდებების მოხსნას. ანუ ეს რაზე მოთხოვს? მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ იყო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, რომელიც მოქმედებდა ზუსტად იგივე ძალების დავალებით. ეს ძალები დღეს აინიცირებენ გარკვეულ რეზოლუციებს ევროპარლამენტში და მათი ხელწერა იყო დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. სწორედ ამ რეჟიმის მხრიდან იქნა მიტაცებული თავის დროზე, როგორც კერძო ტელევიზიები, მაგალითად იმედი, რუსთავი 2, სხვა კერძო მაუწყებლები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ხო ეს ხდებოდა 2012 წლებში, სწორედ იმ ძალების დაკვეთით, რომლებიც დღეს აინიცირებენ ევროპარლამენტში რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა არის ამ ძალების ხელწერა, ეგრეთ წოდებული Deep State-ის, იგივე გლობალური ომის პარტიის ხელწერა. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ასეთი აქტები არ გვიგვერს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ეს არის უკვე მე-6 რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას ეს ვერაფერს დააკლებს, ვერ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ვერც მედიის დამოუკიდებლობას საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის ასე ვთქვათ ახმაზე ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა შესაბამისად. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეზოლუცია ოპოზიციას, ქართულ ოპოზიციასთან ერთად არის დაწერილი და მათი ჩართულობით. როგორ ფიქრობთ, რა ცდილობენ თქვენი ოპონენტები და რა შანსები აქვს და პერსპექტივა მათ ამ ცდილობებს? რა თქმა უნდა არის სრული კოორდინაცია თავის დროზე. ამ კოორდინაციით ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩათრევა, შემდეგ ვერ მოახერხეს ეს ყველაფერი, ვერ მოახერხეს ვერც სანქციებში ჩვენი ჩათრევა, ვერც მოხალისეების გაგზავნის უზრუნველყოფა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ეს შემდეგ მათი მიზანი იყო ომში ჩათრევა, ესკალაცია, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევა, თუმცა ყველა ეს ცდილობა იყო წარუმატებელი და მათი განაწყენების გამოხატულება ის რეზოლუცია, რომელიც ასევე ერთობლივი კოორდინაციით დაინიცირდა ევროპარლამენტში და ასეთი კოორდინაცია ჰქონდათ ამ ძალებს, Deep State-ს, გლობალურ ომის პარტიას და რადიკალურ ოპოზიციას დღევანდელს, ანუ მაშინდელ ნაცმოძრაობას 2012 წლამდე და სწორედ მათი კოორდინაციით წარმოებდა მაშინ თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე. ახლაც არის ზუსტად იგივე კოორდინაცია. აქეთ არის კოლექტიური მოძრაობა, ქვეყნის გარეთ კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქვეყნის გარეთ არიან მათი პატრონები და ზუსტად იგივე კოორდინაციით წარმოებს ახლა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან.
რეზოლუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთ შეკითხვა გვაქვს მოგებული. ამავე ტექსტში არის ჩაწერილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის საულო ზურაბიშვილი და ის არის ერთ-ერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის. ეს ხას უსვავს ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის რეალურად შექმნილი ევროპარლამენტში. 6 წლის ვადით იყო სალომე ზურაბიშვილი არჩეული, თქვენ გახსოვთ როგორ მოხდა მისი არჩევა რეალურად მაშინაც ქართულმა საზოგადოებამ ხარი დაუჭირა არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ ქართულ ოცნებას და 6 წელიწადზე მეტია გასული ამ ასეთ არჩევნებიდან. მას შემდეგ ჩადარდა საპრეზიდენტო არჩევნები, დღეს ქვეყანას ხავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა კონკრეტული ძალები, რა თქმა უნდა, ამას ვერ ეგუებიან, მათ კვლავაც სურთ ჩვენს ქვეყანას ხავდეს უღირს პრეზიდენტი, თუმცა ეს არის უკვე ნელი წარსული, მძიმე წარსული, სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული, რა თქმა უნდა, ასეთი ჩანაწერები, რასაც ხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხას უსვავს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, ბრიუსელის ბიუროკრატიაში დღევანდელ დღეს. ბატონო პრემიერ, ამის პარალელურად ირკვევა, რომ გერმანულმა პარტიამაც დაარეგისტრირა, გაინიცირა რეზოლუცია, სადაც საქართველოს მხარდამჭერა და სადაც საუბარია მათ შორის იმაზე, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს პრაგმატული პოლიტიკა და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩვენს ქვეყანასთან. თქვენი შეფასება როგორია ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით? თქვენ იცით, რომ ამ გერმანულ პარტიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ბუნებრივია საინტერესოა თავისთავად ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი პოებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კვლავაც მძლავრობს deep state-ი, დომინირებს deep state-ი, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ერთი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მაქვს საგამოძიებო კომისიასთან არა გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს. ოპოზიცია ამბობს, რომ არ აპირებს გამოძიების ამ ნაწილში თანამშრომლობას პროკურატურასთან. თქვენ იცით, რომ ნეიტრალური საქართველოს საუბრობს საბოტაჟზე, უკვე დაიწყო გამოკითხვები, თუმცა ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს პროცესს. რატომ, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, მათ აქვს შიში, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ყველაზე კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხე შემცველია, ბუნებრივია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შეესწებიან ბუნებრივია გამოძიებას თავი არიდონ, თუმცა მე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება დანარჩენ სტაბილურად. ჩეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც ეს დაიწყებს მუშაობას და საუბარია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული მოვლენების შესწავლაზე. ამ მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ ამ კომისიის მუშაობას და სავარაუდოდ რა შედეგების მოლოდინებით? საპარლამენტო გამოძიება, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი თუ არა. ეს პროცესი წარიმართება საჯაროდ საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004-2012 წლებში. ეს არის შეგახსენებთ უმძიმესი დანაშაულები, ეს არის უამრავი ადამიანის მკვლელობა, ადამიანების წამება, სისტემური დანაშაული, რაც ხდებოდა ციხეებში, ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, რაც შეეხო 10,000-ობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო 2008 წლის ომის დანაშაული, უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულების შეხსენება არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ბატონო პრემიერო, საქონლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოქვეყნდა 2025 წლის, ასევე გაზრდილია როგორც საქონლის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, ასევე ექსპორტ-იმპორტის. თქვენ რას უკავშირებთ ამ მონაცემებს და როგორ შეაფასებთ ამ ზარდ ტენდენციას? ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკა საქართველოში დინამიურად ვითარდება. თქვენ ხედავთ, რომ აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი, კონკრეტული ძალები რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები ცდილობენ შექმნა ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე. იანვარი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური და ასე უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში. ამისთვის არსებობს ყველანაირი წინაპირობა, ამისთვის ძალიან აქტიურად მუშაობთ, მათ შორის ის ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, არაბულ სახელმწიფოებში.
ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ამ კუთხით გვექნება ძალიან დიდი წარმატება. დარწმუნებული ვარ, როგორც 2025 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში ის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც იქნა მოზიდული არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ძალების, ასე ვთქვათ, ოცნება, რომ ქვეყანაში შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, ვერ იქნება რეალიზებული, პირიქით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.